მეგობრებო, ესეთი გაშლა ვნახავთ ახლა. გამოვა კონტაქტზე თუ არა უახლოესი ერთთვის ვადებში ჩავიფიქროთ. საშუალოდ პლუს მინუს შეიძლება უფრო ადრე, შეიძლება რამოდენიმე დღით, თუნდაც ერთი კვირით შემდეგ, საშუალოდ ერთთვის ვადებში გამოვა კონტაქტზე თქვენთან თუ არა. თქვენი პარტნიორი ჩაიფიქრეთ, თქვენი თავი ჩაიფიქრეთ, იფიქრეთ თქვენ სიტუაციასთან მიმართებაში და იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ახლა კონკრეტულად ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. მოწყენილი 5-1000-ით ძალიან დასტირეთ იმ ურთიერთობას, რომელიც არ შედგა, ვერ შედგა, არ გამოვიდა ისე როგორც თქვენ გინდოდათ და საერთოდ რა ემოციასაც დებდით, ამის საზღაური ასე ვთქვათ ვერ მიიღეთ, გარდა იმისა, რომ გუნება გაფუჭებულ მდგომარეობაში დარჩით, რაღაცნაირად მწარე ღიმილით დარჩით ამ ურთიერთობიდან. დიდი ალბათობით თქვენ თავად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ თავად შებრუნდით და წახვედით, ზედმეტი ემოციების ჩადების გარეშე, ზედმეტად ლაილაის გარეშე, ასე ვთქვათ, აზრი აღარ ქონდა იმ მომენტისთვის ჩათვალეთ და შებრუნდით და წახვედით ჩუმად საერთოდ. თუმცა ეგ ხედავთ, რომ თასზე ეს რაღაცა ტბასავით არის თუ მდინარეა, სადაც თასია, ცეცხლით სავსე. ანუ ემოციები ძალიან ბევრი გაქვთ. გულში რაღაცა ცეცხლი გიტრიალებთ, ასე ვთქვათ. არის ერთი ამბავი ამ თემატიკასთან, ამ პარტნიორთან დაკავშირებით და მოლოდინის რეჟიმში გეხართ სამიან ჯეზლით, ელოდებით, ესე იგი გამოჩნდება თუ არა, მოვა თუ არა, რას იმოქმედებს, რას დაგანახებთ ადამიანი აი ამ თქვენი შებრუნებული სიტუაციიდან, რანაირად იმოქმედებს, ღირს თუ არა, იმაზე დაფიქრება, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება განახლდეს და დააპდეიტდეს მისი მოქმედებიდან გამომდინარე, მისი მდგომარეობიდან, მისი რეაქციებიდან გამომდინარე და სწორედ ახლა კონკრეტულად გაშლაც ამაზე გვაქვს, ესე იგი გამოვა თუ არა კონტაქტზე კონკრეტულად ერთი თვის ვადებში გავიგოთ, მოლოდინის რეჟიმში ხართ, ძალიან სერზედგი ხართ, ასე ვიტყოდი და ელოდებით მის რეაქციას, მის მოქმედებას, SMS-ი იქნება ეს კონკრეტულად თუ მისი მოსვლა იქნება, შეიძლება დისტანციაზე ადამიანი წასული, ესეც იცით და მის დაბრუნებას ელოდებით, ნაპატიეთ. კონკრეტულად ელოდებით მის მოქმედებას თქვენთან მიმართებაში. ესეთ მდგომარეობაში ხართ, ძალიან მოწყენილი ხართ, ემოციურად თავს დათრგუნული გრძნობთ ვიტყოდი, შეიძლება რაღაც კატეგორია, რაღაც ნაწილი თქვენი ადამიანების მაყურებლების გრძნობდეთ კიდევაც პერიოდულად, რომ აი დეპრესიაში ხო არ გადამდის უკვე, აი ეს მოწყენილი მდგომარეობა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ გამოდიხართ მდგომარეობიდან. თუ ემთხვევა ენერგეტიკულად, უყურეთ ბოლომდე და ყველა ვარიანტში ლაიკები, ემთხვევა თუ არ ემთხვევა კონკრეტულად ეს გაშლა, არ დაგეზაროთ ჩემი სიყვარული და ჩემი ხათრით გვერდით თუ არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ლაივებშიც გამოწერილ ჩემ გამომწერებისთვის მაქვს ხოლმე ლაივები და პასუხობ კითხვებზე და თუ ეს არ ემთხვევა, გადმოდეთ ჩემ გვერდზე და არჩიეთ თქვენთვის ასრული თემატიკის სხვა გაშლა, რომელიმე აუცილებლად დაემთხვევა, თუ თვლით, რომ თქვენი ტაროლოგი ვარ და ემთხვევა, ასე ვთქვათ, ჩემი გაშლები თქვენზე. წავედით, ხა გავიგოთ, გავიხსენეთ თემატიკა, გავიგოთ გამოვა თუ არა ერთი თვის ვადებში კონტაქტზე და იმოქმედებს რამეს თუ არა და რას კონკრეტულად, რასაც მოვასწრებ გავიგებ. გამოვა თუ არა, აუცილებლად გამოვა. თანა ესე გამოვა, ნახეთ, გულში სულ ისინი აქ სიყვარულის სხივები თუ რაღაცა ემოციური ტალღები ურტყავს, ასე ვიტყოდი, მუშაობის რეჟიმზეა გადართული და მომენტალურად ამ მომენტისთვის შეიძლება კონკრეტულად ესეთ მოუცლელ რეჟიმშია, რაღაცა დავალება აქვს, რაღაცა მიზანი აქვს, რაღაცას ასრულებს თავის ოსტატურ სამუშაოს, ასე ვიტყოდი. გამომუშავებაც ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი აქვს,
შესაბამისად როიან პინტაკით კარგი პროფესიონალია თავისი საქმის და ანაზღაურებად შესაბამისად ცუდი არა აქვს ყველა ვარიანტში საშუალო დონის მაინც აქვს საშუალოზე მეტი თუ არა რაღაცნაირად პერიოდი შეიძლება აქვს მარხვის სადაც სულიერ ამაღლებას და განწმენდას ანდომებს ახლა ამ პერიოდში კონკრეტულად აღდგომის მარხვა გვაქვს და აღდგომისთვის ესე განსაწმენდად და სულიერი ემოციური ფონის დასამშვიდებლად მიმართულია მისი ყურადღება მის სულიერებაზე ასე ვიტყოდი შესაძლებელია ხშირი ტაძარში მოსიარულე პიროვნება ლოცვები უყვარს ყავს საკუთარი მოძღვარი სულიერი ადამიანი მასწავლებელი ასე ვიტყოდი ვინც მის სულიერებას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხმარება მას რომ ავიდეს მაღალ ლეველზე დამშვიდდეს რაღაცნაირად მოინანიოს სიკეთე და სიყვარულის გზაზე ავიდეს ამაღლდეს მისი სულიერი მდგომარეობა აქეთ მიმართულებითაც ძალიან კარგი მუშაობის რეჟიმი აქვს გულის ტკივილი არის კალოდის ძირში შესაძლებელია გულის ტკივილი გამოწვეულია კონკრეტულად თქვენთან ურთიერთობით ბავშვს ბიჩვენებენ ბავშვური მდგომარეობა რაღაცა ან თუ იცით რომ მას შვილი ყავს ან პირველი ქორწინებიდან სიტყვაზე ან დაქორწინებული არის მაგია რაც გამორიცხული არ არის რომ ადამიანს თავის საკუთარი კონკრეტული ოჯახი ყავდეს შეიძლება შვილის მდგომარეობა არ ნერვიულებს და ადარდებს არ ვიცი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იქნება თუ გულის ტკივილი აქვს რაღაცის შესწავლასთან მიმართებაში ძალიან ბავშვურ ენერგეტიკაში ახლა და აი სწავლის მომენტი აქვს სწავლობს ცხოვრებას სწავლობს სულიერებას ამაღლებას როგორც ადამიანი აი ამ შეიძლება ტაროლოგი ყავს ზოგიერთ თავისი კონკრეტული ვინც ამშვიდებს ფსიქოლოგი ყავს რაღაცნაირად მისი სულიერი მდგომარეობის მისი გულის მკურნალი ადამიანი ასე ვიტყოდი რაღაცა თემატიკასთან დაკავშირებით აქვს დიდი გულის ტკივილი შესაძლებელია შვილთან მიმართებაში იყოს შვილის სწავლებასთან მიმართებაში იყოს მისი გულის ტკივილი გამოწვეული ან თუ განქორწინებულია შვილს ვერ ნახულობს და მის ასე ვთქვათ მის მომავალზე ძალიან განიცდის რომ მის გვერდით კონკრეტულად დილას აღამოს და ასე ვთქვათ ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ახერხებს მის მომავალზე ზრუნვას ესე რაღაცა ბავშვთან დაკავშირებული თემატიკა აქვს ან თვითონ გრძნობს თავს ბავშვურად შესაძლებელია ასაკით თქვენზე პატარაა და ამას აჩვენებდეს კარტი რომ რაღაცნაირად უფრო ბავშვურ ენერგიებში და ის სწავლობს ეხლა სწავლობს როგორ უნდა მამაკაცი გახდეს როგორი მოსიყვარულე უნდა იყოს როგორ უნდა გაჩვენოთ გრძნობები და ემოციები და არა манипуляტორი და მარტო მე და ემოციაც რომ გადმოსცეს და თავისი გრძნობაც და თავისი მოქმედებაც, ასე ვთქვათ, აი ამ ყველაფერს სწავლობს. ასეც იქნება რაღაც ნაწილისთვის. ბევრი ხართ და ბევრნაირი ვარიანტი ჩამოთვალე, ყველას ერთი და იგივე ვარიანტი რასაკვირველია ამ გაშლაში არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ იდენტიფიკაციას ვიძახი ხოლმე. ადამიანი მოკლედ სულიერების ამაღლების გზაზე დგას შესაძლებელი კიდევ ვიძახი ასკეზაშია, მარხვაშია, ან რაღაცას ცდილობს რომ დაბალანსდეს ემოციურად, დაბალანსდეს სულიერად, არ გაბოროტდეს პირიქით კეთილგზებზე იაროს და მე მხოლოდ მივესალმები ასეთ ასეთი განათებული გონების ადამიანებს, რომლებიც სულიერებაზე მიდიან, დებენ ყველაფერს. გამოვა თუ არა, უკვე გითხარით რომ გამოვა აი ამ პერიოდს რომ გადააგორებს, აი ამ მარხვას რომ დაასრულებს. ერთი თვის ვადები არ იქნება ცოტა უფრო მეტი გამოდის მარხვის დასრულების და აღდგომის პერიოდის შემდეგ სავარაუდოდ დიდი ალბათობით გამოვა მანამდე ორჭოფობაშია მანამდე განსაზღვრაშია რა როგორ უნდა გამოვიდეს და როგორ ქნას მოვა აუცილებლად 7-იან მაღალი არკანი ეს არის თავისი საჭე ხელში უჭირავს და მიმართულება უკვე განსაზღვრული აქვს უკვე სულიერად ამაღლებული და დამშვიდებულია უკვე მან იცის მისი ცხოვრება რა მიმართულებით იაროს და საით გაუხვიოს მარჯვნივ თუ მარცხნივ როგორ უნდა იმოქმედოს კონკურენცია იცის რომ თქვენზეც ძალიან დიდია მაგრამ 200-ით თქვენ ხართ ის ადამიანი ვინც მას უყვარს აუცილებლად მოვა